ქვეყნის პირველი გარემოს დამცველი ბათუმშია და მწუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხდება. ხათუნა გოგოლაძემ პირველი ვიზიტი რეგიონში მდინარე ჭოროხზე მშენებარე ჰესის დათვალიერებით დაიწყო. საშუალო ზომის 35 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა ჭოროხზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ძირითადად მშენებლების მხრიდან ეკოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვით დაინტერესდა. ჰეს თურქული კომპანია აჭარ ენერჯი აშენებს და იგი 2016 წელს დასრულდება. მოგვიანებით მინისტრმა ადლის ნაგავსაყრელი და მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებული ნაპირ გამაგრებითი სამუშაოები მოინახულა. ნაგავსაყრელს 19,000-მდე ჰექტარი ფართობი უკავია და 1965 წლიდან ფუნქციონირებს. სპეციალისტების თქმით, ადლის ნაგავსაყრელი გარემოს ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის უბრალოდ იყო ის, რომ ორდღიანი ვიზიტით ვარ აჭარაში ჩამოსული და მინდა რაც შეიძლება მეტი ვნახო, ვთქვათ, გავეცნო იმ წერტილებს, რაზეც არის საუბარი, ვთქვათ, ეს ჭოროხთან დაკავშირებულია პრობლემა თუ ნავთობტერმინალი თუ ანუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიყენო ეს, რომ ეს იყო უფრო ესეთი მიმოხილვითი დათვალიერებითი, რომ უფრო ახლოდან და ადგილზე გავცნობოდი ამ პრობლემებს. კომისიაში რომელიც ნაგავსაყრელის საკითხს განიხილა და ცვლილება შევიდა კომისიაში ამ ფინანსთა სამინისტრო ასევე გარემოს დაცვის სამმართველო პროაქტიულად ჩაერთო. გვექნება ახლო მომავალში შეხვედრები და დავიწყებთ მსჯელობას ამ საკითხზე. ძირითადი პრიორიტეტი იქნება რომ აუცილებლად უნდა გაიყოს ამ ძველი ნაგავსაყრელის საკითხი. ანუ ეს იქნება ინვესტორი თუ ის იქნება ის გრანტით მოპოვებული თანხა, რომელიც დღესდღეობით არის ცეცხლაურის პროექტთან დაკავშირებით და მის განვითარებაზე, იქ ნაგავსაყრელის განვითარებაზე. გარემოს დამცველების პოზიცია ერთადერთი რაც არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული არსებული ნაგავსაყრელის ან გადამუშავება, ან მისი სრული კონსერვაცია.